გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დემო და ეს არის მეოთხე ვიდეო, მაგრამ მოდი თან მინდა რომ გავვრიოთ ხა. და პირველი დავიწყოთ შესავალით. რა თქმა უნდა, შესავალი იქნება არა პროგრამირებაზე, რა ხდება ხა. ნუ ისე მოვედი ხასიათზე, როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე. ერთი 3 დღე ცუდად ახარ და დაჟე გონია რომ აი კარგად ვეღარას და აღარ ვიქნებიო, მაგრამ ბაც გადის ერთი წამი და უცბად ზე გამოვიდა ხვდებილა ყველაფერი ძალიან მაგრად არის ენა და მაება. მოკლედ გავაგრძელეთ ვიდეოები, ცოტა გული მწყდება რომ მესამე ვიდეოზე ხა 30 ნახვა არ უნდა იყოს ერთ კვირადას, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი მოდით ჩავწეროთ შემდეგი ვიდეო. ბევრი რაღაცა გავაკეთე. ძალიან მუშაობდი ეს დღეები და ეხლა შემოგთავაზებთ ესეთ რაღაცას ფულს არ მიხდიან, მაგრამ უფასო არის ნახეთ დაჟე სტრაფი სერვერი აქ, ანუ ადრე არ ქონდა ეს ფუნქცია არ ქონდა. არ ვარ რეკლამებ მართლა. მაგრამ უფასო VPN-ი არის და ვისაც ძრომიელი გევასებათ რაღაცეების ჩალიჩი ისე რომ არ გინდათ რომ თქვენი IP მისამართი ყველაზე მინიმალური რაც არის თავი დაიწვათ. გამოიყენეთ შეუულებრივად შედით ჩართეთ და იგრიელეთ ჯიგრება. ეხა რა ჩალიჩობდით ჩვენ წინა გაკვეთილში და მოდი რა შეიძლება ეხა დღეს გავაკეთოთ. ეს გავტიშეთ და შევედით მაინც ვისაც დაგაინტერესებთ რა ვიწაიგითხეთ ხა მე დასამალე არაფერი არ მაქვს და რა შევედით ეხა ანუ წინა გაკვეთილში ავდექით და წამოვიღეთ ერთი პეიჯი, ანუ ერთი პეიჯი წამოვიღეთ ანიმეების, რამდენი წელი არა, 12 წელია, მაგრამ ვინ კითხულობს და რა აზრი აქვს და ჯამში გვინდა რომ ანუ ეგ ხო არ არის ხა ინფორმაცია ერთი რაღაცა რანდომ გვერდიდან რამის წამოღება და მოდი გავაუმჯობესოთ ეს ჩვენი კოდი. როგორ გავაუმჯობესოთ ხა მოდი ახალი ჩათი, კაი, ესე დავტოვოთ, კაროჩე. SEO-ს ვასწავლებდი, SEO ძალიან მაგრად გავასწავლე და კაი ხასიათზე ვარ და მოდი ახლა გადავხედოთ ჩვენ კოდს პირველ რიგში. ეს node module-ს დავტოვოთ და დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ გვაქვს ფუნქცია main-ი, წინა გაკვეთილიდან მაგრამ ცოტა ჩავასწორე. ფუნქცია main-ი გვაქვს და ეს ფუნქცია main-ი რას აკეთებს? ხა არის გაუმჯობესებული იმ მხრივ, რომ ჩვენ ვაწოდებთ გვერდების რაოდენობას აქ, ანუ რამდენი გვერდი უნდა იყოს და for section-ში ანუ იწყებს პირველი გვერდიდან და ერთ შემთხვევაში გვერდი უდრის 1-ს, მეორე შემთხვევაში 2-ს, 3-ს, 4-ს და იგივე ლოგიკას აკეთებს და არეთურნებს რეზულტატს, ანუ რეზულტატი არის უკვე მასივი page-ებში მოპოვებული ინფორმაციის და ჩვენ შემთხვევაში JSON ფორმატში მოგვდის. ეხლა რა შეიძლება აქედან გავაკეთოთ და როგორ შეიძლება გავაუმჯობესოთ? მოდი ეხლა ეს წავშალოთ და სად შეიძლება ეხლა ინფორმაცია შევინახოთ, ხო, რა ფორმატში შევინახოთ. წინაზე გაგაცანით, რომ JSON-ი არის ესეთი ფორმატი და ზოგადი ფორმატი არის და ყველა მაგას იყენებს და მოდი გამოვიყენოთ ეგ ფუნქცია. ანუ ჯერ ეხლა გავხსნათ ChatGPT და უთხრათ ესეთ რაღაცა რომ დაგვიწერე ფუნქცია, რომელიც შეინახავს JSON ფაილში მონაცემებს და გამოიყენე FS მოდული. FS-ი არის სტანდარტული Node.js მოდული, თუ არ ვცდები უკვე გითხარით, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ ფაილებთან მუშაობის დროს ვიყენებთ აი ესეთ მოდულს. და ეს არის ჩვენი FS მოდული. ეხლა რა ხდება? ნუ იცის რომ კონსოლოგები მაგრად მევასება, აი დაჟე ამით მიხვდებით, რომ კონსოლოგები მაგრად მევასება. და ამაზე არის რა ზოგადად როცა კონსოლში მუშაობ, აუცილებელი საკითხი არის კონსოლოგები. ეხლა რა ხდება? ანუ მოდი განვიხილოთ ჯერ ფუნქცია რას აკეთებს. და მერე გამოვიყენოთ. მოდი ზემოთ ავიტანოთ აი ესე ტრადიციულად რაღაცა გამშვე ფუნქცია ქვემოთ იყოს, მაგრამ აზრი არ აქვს იმით რომ გითხრათ მოდი ეს ჩამოვიტანოთ თუ სადაც ალბათ უმუშაობს. main-ი გამოვიძახოთ აქ ეს ფუნქცია ქვემოთ იქნება. და რას აკეთებს ახლა ჩვენი ფუნქცია? ანუ file names იღებს, ანუ რა ქვია ფაილს და data-ს იღებს, ანუ data არის უკვე ჩვენი ობიექტი არის, მაგრამ ჩვენი ობიექტი თავიდანვე JSON-ი არის, თუმცა კიდევ ერთხელ JSON-ს თუ JSON-ად გადააკეთებ, საში არაფერი არა. აი ეს ნალინაურიანი არ ვიცი რა არის, ასე რომ შეგვიძლია წავშალოთ და თუ error-ზე გავა, მე გავარჩიოთ რა იყო. და ეხლა FS ვეუნებით, რომ ადექი აი შეინა ფაილის სახელით, ანუ მაგალითად მისამართი და უკვე ფაილის სახელი წერტილი JSON-ი, ჩვენი data, ანუ ფაილოვადი, ანუ ობიექტი JSON-ის, ეს არის კოდი UTF-8 არის, ისე ჩავასაუბროთ დაშიფრვის მეთოდი არ ვიცი. წაიკითხეთ, ვისაც გაინტერესებთ და რავი, ესეთ კონსოლოგები და მოდი ახლა გავუშვათ ესეთ რაღაცა, ანუ ფუნქცია რო რჩება, უკვე მასივში ინახავს, ნახეთ მაგალითად 5 იტერაცია ხომ მივაწოდეთ. 5 ჯერ აკეთებს აი ამ სხეულში რაც ხდება, მაგ მოძრაობას, მაგ მოქმედებას უბრალოდ და 5-ვე ჯერზე ნახეთ აი ბოლოს უკვე აქ კიდე მეტი იტერაცია მედის, იმიტომ რომ ეს არის კარდის ჩარჩოვარი. შესაბამისად, ანუ ერთი გვერდი ხო არის 5 გვერდი მაგალითად პირველი იტერაციაზე წამოვედით და აქ რა შვებით. აქ უკვე აი ეს თეგები რამდენიც არის,
რამდენი თეგიც არის? ანუ 12 ცალი. აი ეს თეგი არის ამის გარეკანტი, რომ შეგნით ინფორმაცია რაც არის, ეგენი მოვიპოვოთ და მე 12 იტერაცია ამას გადის და ყოველ იტერაციაზე თითო newts ფუშავს მასივში და საბოლოოდ უკვე გვიბრუნებს მთლიანად სრულყოფილ მასივს. და ეხლა რა ვქნათ? მოდი გამოვიძახოთ ეს ფუნქცია და მივაწოდოთ შეგნით რეზულტატი. აი ესე. და დაჟე აი ეს return-ი აღარ გვინდა. და ვცადოთ აბა რა გამოვა. ეხლა სავარაუდოდ რაღაც ერორი უნდა იყოს, მაგრამ მოდი მაინც ვცადოთ და npm start-ი გავწეროთ, იმიტომ რომ უკვე pkjson-ი გვაქვს და ვიცით რომ გამშვე ფუნქცია არის და რას მეუბნება data argument must be type of string in data უნდა იყოს string-იო, მაიცადე ეს არის. აჰა, ანუ პირველი file name-ი არ მივაწოდეთ და მოდი file server-ს აინახეთ, პირველი არგუმენტი იყოს json.json. დემი რაღაც. აი რა ვიცი. და გავუშვათ ესე. So ანუ ფაილი შექმნა. ეხლა სად არის ჩვენი json.json-ი არის აქ, მაგრამ აშკარად უშნო json-ი არის და მოდი აი control k f-ი და გალამას დაეგრავე. ეს არის ფორმატირება, ჩვეულებრივი სტანდარტული და მოდი ეხლა დავეწუწუნოთ ChatGPT-ს, რომ კი ჩაწერა. მაგრამ დაფორმატებული არისო. ვერაფერი ვერ გავიგე. თავიდანვე ლამაზად წეროს როგორც ობიექტი ვერა. კითხოთ რა იქნებ შეიძლება. მე ვარაუდი მაქვს რომ JSON stringify-ს აინა მოიცადე გაითვალისწინე რომ JSON stringify-ს მერე მესამე არგუმენტი null. აი შეხედე მაგალითად null და ორიანი. ანუ null და ორიანი. აი ხოთქი საჭირო ყოფილა თუ null-ს და ორიანს დავუწერთ. წესით ყველაფერი კარგად იქნება, აიცადე. შად არის. აბა ვცადოთ. აი ყველაფერი იცის რა, მაგრამ ისეთ რაღაცებს მიკეთებს ხოლმე ChatGPT, რომ შეიძლება მართლა გადაწყვეტ შეუძლებელი. მატყუებს ხოლმე რაღაცებს. აი ნახოთ. შად არის ჩვენი JSON. აი წავშალოთ ხა მოდი ვაფშე ფაილი წავშალოთ მოდი. და გავუშვათ თავიდან. შექმნა შვენიერი. ეხლა მოდი ბარემ 1-5 წუთი გვაქვს და ლამაზად რო იყოს ყველაფერი. ხო გვევასებ რომ ლამაზად იყოს. მოდი აბა რაღაცნაირი სრულფასოვანი კონსოლის აპლიკაცია დავწეროთ და ეხლა შევთავაზოთ ეს რაღაცა მინდა რომ კონსოლში ვირჩევდე ოფციებს ფუნქციებს და ისე ეშვებოდეს კოდი. კოდი რომ ვირჩევდე. ვაფშე მოდი ეხლა რა ვქნათ, იცი აი შევიდეთ ჩემთან. და ძალიან ტვინი რო არ ვიჭამოთ მაგ პაკეტს რა ქვია ეხლა გავარკვევ. და სავარაუდოდ inquire ან ეს არის ან calc-ი არა express-ი form data papiter user agent. ნუ სავარაუდოდ ეს ბიბლიოთეკა არის. და მოგცემ კოდს და გამისწორე. თან ისე ქენი რომ გვერდების რაოდენობა მივაწოდო არჩევისას ლამაზად და console logებით. აჰა, დაჟე ესე მაიცადე. ეხლა twin შეჭამს კაროჩე და უთხრათ რომ აი შენ კოდი და მივუშვათ და აბა რას იზოს ხა. ნუ პირველ რიგში ეს გვჭირდება ეხლა ჩვენ. ის რანაირად თქვენი ხა შეიძლება თან ვიდეოს ვიწერდა თან მაგას დავაჭირო აზე არა ვერანაირად მაიცადა. ჩერიო FSI და fetch-ი კიდე დამიიმპორტა არა და არ მიყვარს. ანუ ისე აი ჩერიო დააყენე რომ აი რეალურად ეხა ეს გვინდა not fetch-ის დააყენე მაგრამ ვინ ეკითხება ხო? თავი არის აი ეს რეალურად ეს კოდი არის აი. მოდი ხო ჯერ ვცადოთ ეს დავაყენოთ ეხა. ნუ ვიცი რომ გამოვა ეხა რა ძალიან ისეთი ელემენტარული რაღაცა უთხარით ეხა ჩვენ. კაი ეს დაგვიყენა, მოდი ეს დავაკოპიროთ. ჩავსვათ. და რა არ გვინდა ეხა, fetch-ი არ გვინდა ჩვენ აქ.
ფეთში არ გჭირდება. Clear-ი კონსოლი გავასუფთავოთ. და ახლა უნდა იყოს ოფციები, სავარაუდოდ და მაიცადე prompt is not a function. მოდი გავასწორებინოთ ეს. უცბად დავამთ მინდა რომ დროში ჩავეტიო. Required-io. ხო, მაგრამ მაიცადე აბა ესე. Required-ი ხო, არა, სწორად არის, просто ალბათ სავარაუდოდ ვერსია არის. ვერსია არის სხვა და მაგიტო. აბა ეხლა ვცადოთ. აი ნახეთ. და ქართულად მოგწერე რაღაცა გვერდების რაოდენობა რამდენია, მაგალითად 5. ან 6 და აი წამოიღო გვერდები. და ჩაგვისვა უკვე ჩვენ package.json-ში. სად არის? JSON. აჰა, ერთი წავშალოთ და შევამოწმოთ, მაგრამ დრო აღარა გვაქვს მეგობრებო სამწუხაროდ. ჩვენი დრო ამოიწურა და დღევანდელი გაგვეთლით ამაზე მორჩა. მე და თუ ვერ ვისწავლე ულევის სირბილი რო გარდაუვალია, ბოლოს რო ჩერდები უკარა გვალია.